მოგესალმებით. დღეს არის 19 მარტი 2035 წელი და ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია. ჩვენ ვიყავით 2025 წელში 19 მარტს, მაგრამ დროში ვიმოგზაურეთ. დროში მოგზაურობის შემდეგ ვნახეთ ჩვენი თავები და ასეთი რამ გავიგეთ საქართველოზე. ძალიან შემზარავი ფაქტები, რაც ხდება საქართველოში და როგორ წარიმართა ბოლო 10 წელი, ამ ყველაფერს ჩვენ მოგიყვებით ახლა, რა თქმა უნდა, შავკანიანების თეთრ ფიქრებში. გამარჯობა. თავიდან ისევ ეს კაცი არის საქართველოს თავში. პრეზიდენტი არის ბატონი ყაველაშვილის შვილი, ყაველაშვილ ჯუნიორი. 1-2 ფაქტი გითხარი მასზე თუ შეიძლება ბატონო ა. ჩვენ როგორც ვიცით, ყაველაშვილის შვილი, ანუ ყაველაშვილ ჯუნიორიც დაადგა მამამისის ნაკვალევებს, იგი გახდა ფეხბურთელი, წარუმატებელი ფეხბურთელი გახდა ისიც. თამაშობდა ასე თბილისის დინამოში და მე რუსეთის მოკოლოტივშიც გადავიდა. და რო ჩამოვიდა გახდა პრეზიდენტი საქართველოსი. რას დამთახვებით ხა ორივე, რომ ძალიან დიდი მიღწევა არის რუსეთში თამაში, ეს არ არის ხელწამოსაკრავი და ხა როგორც სხვები, ხა როგორც ლიონელ მესი ამერიკაში თამაშობს მოგეხსენებათ, ამერიკა, ევროპა და ასეთი ქვეყნები მოგეხსენებათ, რომ ძალიან წალწაღებული არის და რუსეთში, დიდ რუსეთში როცა თამაშობ, ესე იგი შენ ნამდვილად გახტავდი. დიახ, ალბათ ეს შვილის და მამის ბედი არის, რომ ფეხბურთში მონაწილეობა მიიღო ამ სპორტში. რა თქმა უნდა, წარუმატებელი იყო და არავის არ დაამახსოვრდე. არ მიიღო დიპლომი და გახდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მქონე ადამიანი. მაგრამ ჩვენ ასევე გვითხრეს ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ საქართველოს უკვე აღარ არისო, ჩვენ გავხდით ბიძინას ერთგვარი გუბერნია, რუსეთის გუბერნია. ხო, მაგრამ ბიძინა ხო ხდებით სათავეში გვიდგას და კავშირი რუსეთთან. აი, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, რუსეთი ვართ უკვე, რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია, უბრალოდ ჩვენი მერი არის. ანუ თავრობა, რომელსაც ხმა მიაქვს ჩვენ დიდ ველადამდე. ახლა ჩემმა მომავალში მე არ მითხრა ვინ ზის რუსეთის სათავეში, თქვენ თუ გითხრათ? მე მითხრა რომ ბატონი პუტინი, ჩვენი დიდი ველადი, დიახ. რა თქმა უნდა. უკვდავ. ასევე გადმოგცა მცირე ინფორმაცია, რაც გამჟღავნდა მხოლოდ წლების შემდეგ 25-დან 35 წლებში. გავიგეთ ასეთი ინფორმაცია, რომ ბატონი ბიძინიკო თურმე არის დიდი cosplay-ის მოყვარული, რაც ნიშნავს, რომ მას უყვარს ხან ცხოველების კოსტუმის ჩაცმა. ალბათ თქვენც გინახავთ ვიდეო, სადაც ბატონ ბიძინას ბეტმენის კოსტუმი აცვია და სახურავებზე დარბის. ასევე ცნობილი არის ფაქტი, რომ მას უყვარს ქალის კოსტუმის ჩაცმა და 2032 წელს გავრცელდა ის ამბავი, რომ თურმე Moço Albino e sua esposa modelo apresentaram seu filho a todos. Sua aparência chocou o mundo inteiro. Vera Ivanishvili, um albino notável cuja aparência impressionante, com olhos azuis e cabelos brancos como a neve, o tornou uma das figuras mais cativantes mundialmente. Apesar dos desafios relacionados ao albinismo, a beleza única de Vera e seu talento excepcional lhe renderam uma admiração generalizada. Em 2018, ele surpreendeu o mundo ao se casar com uma linda modelo morena, o que despertou uma imensa curiosidade sobre seus futuros filhos. No entanto, em meio a intensas discussões sobre esse casal fascinante, Vera e sua esposa desapareceram de todas as redes sociais, deixando fãs e seguidores intrigados e ansiosos por novidades. 5 anos depois, o casal reapareceu, apresentando seu adorável filho ao mundo, enquanto compartilhavam orgulhosamente fotos da criança nas redes sociais. Todos ficaram chocados com sua aparência. Siga e comente Albino para a segunda parte. Moço Albino. ვინც ვერ გაიგეთ და არ გესვით ფრანგული, მინდა გითხრათ, რომ აქ ილაპარაკეს, რომ ეს ქალი, რომელსაც თქვენ ხედავთ, არის ამაში ბიძინა და ადრე ბიძინას, როდესაც დაიწყო თავიდან ეს cosplay-ების შექმნა, მან ჩაიცვა ესე ქალურად, ქუჩაში ნახა თავისი შვილი ბერა და ბერას მოეწონა ეს ქალი და დაიწყეს დეითებზე სიარული ისეს და რაცა და ბატონ ბიძინას არ უნდა რომ მისი შვილის გული გაეტეხა და ამიტომაც გააგრძელა ეს ერთ-ერთი acting-ი დაიწყო და ასე შექმნა ოჯახი. მაგიტო ვერსად ვერ ვიპოვით ფოტოებს, სადაც ეს ქალი და ბიძინა ერთ ოთახში ხვდებიან და მაგიტო გამოვიდნენ ბერაშვილები ასეთი ჩამოჩენილი, რადგან ოჯახური ინცესტის ნაყოფები არიან, ასე რომ ვთქვათ.
არ მინდა რომ მივაყენო შეურაცხყოფა ბატონ ბიძინას და მის უზენაეს შვილს ბერას ინცესტი და ასეთ სიტყვები ალბათ შეურაცხყოფის ყოფილი იქნება და დაახლოებით წუთზე ჩვენ სახში იქნებიან შესაძლოა თანამშრომლები მინდა ვთქვა რომ ძალიან წარმატებული ადამიანი არის და წარმატებული კარიერა აქვს თავისი ნუ ახლა ჩვენ ბიზნესზე არ გვაქვს საუბარი ბატონო ლუ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მორალურ სიტუაციაზე სადაც აქ შეიძლება თქვენი რეკლამა იყოს ხოთა შორის ქართული ოცნების და შეგვეხმიანეთ მეილზე. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ფული რომ მოგცეთ, ყველაფერს ვიტყვით. ერთ რამეს დავამატებ, მინდა ვთქვა, რომ ბერა ჯერ კიდევ 2025 წელს მოღვაწეობს უკვე რუსეთში, თავის ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობის მუსიკას მანდაც ავრცელებს და იგი კუმირია უკვე მთელი რუსეთისთვის. ევროპებში და ამერიკებში კი არ ჩადის, იმიტომ რომ წაწაღებული ქვეყანაა, როგორც ბატონმა ლუმ თქვა და მან მუსიკა და ესენი არ გაიგებათ, ამიტომაც მარტო რუსეთში, ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, მონღოლეთში, ყაზახეთში აგრძელებს მის კარიერას. დიახ და მინდა ისიც დავამატო, რომ თქვენ ჯერ არ იცით, იმიტომ რომ 2025 წელს ხართ, მაგრამ ცნობილი ბატონი ბერას სიმღერები არის ჩონი დინოზავრი ასევე ფლოსტი და ასეთი ბევრი ჰიტი აქვს რუსულად რა თქმა უნდა ბატონ ბერას. ბუმერი და ასე შემდეგ. ნუ ეს ჩონი ბუმერი ჯერ კიდე ძველი პროექტია. ჩონი დინოზავრი და ფლოსტი უფრო ახალი და ჰიპ-ჰოპური რეპი არის რუსულ. ასევე მინდა ვთქვა ბატონი ბიძინას და ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტზე პონჩიკაზე რომ მათ ბოლო 10 წელში ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. გავრცელდა ინტერნეტში მათი ფოტო. აქ ხედავთ, რას ხედავთ, რო აგვიხსნათ ბიჭებო, ხო? მე დავიწყებ, აქ ჩვენ ხედავთ პონჩიკას, ეგრეთ ცნობილ კიმ ჯონს ჩრდილოეთ კორეის და ალექსანდრე ბოდიში რო გაწყვეტინებ დღევანდელი სტატისტიკებით ბატონმა პონჩიკამ დაახლოებით რუსთაველის პონჩიკების 90% მოიხმარა, რაც ბოლო 10 წელში ძალიან დიდი არის და საქართველოს შეუქმნა ზეთისა და ცომის პრობლემები მაგრამ ბიუჯეტი საკმაოდ გაიზარდა მაგრამ მინდა ისიც აღვნიშნო რომ დეითებზე როცა დადიან ბატონი ბიძინა და მისი პონჩიკა ხშირად შეიძლება შეხვდეთ რუსთაველის რომელიმე საპონჩიკეში იგივე ფიშკების იმაში სადაც 50 თეთრად შეგიძლიათ შეიძინოთ მშვენიერი ზეთიანი ფიშკები და ამ ორნახად ზეთში შეჭმული პონჩიკის შემდეგ მათ უწევთ გააკეთონ თავიანთი საყვარელი საქმიანობა ააფეთქონ ქალაქები ამ შემთხვევაში ტუალეტებს აფეთქებენ მაგრამ ეს ორნახადი ზეთი ჩვენ ყავდა ერთი ექსპერტი ორნახადი ზეთის და პონჩიკების და ასეთი რამ გვითხრა რასაც ახლა ბატონია მოგვიყვება ჩვენ მოგვაწოდეს ასეთი ინფორმაცია ჩვენმა საიდუმლო წყაროებმა რომ ეს ორნახადი ზეთი ბიძინას უნარჩუნებს უკვდაობას და ასევე კიმ ჯონს მაგით არის მარად ახალგაზრდები და არ ეტყობათ არც ერთი ნაოჭის სახეზე თუ დააკვირდებით ფოტოზე კიმ ჯონი სადღაც 30 წლის კაცს გავს და ბიძინა გუშტივითაა ერთი ნაოჭი არის ლოყაზე ხედავთ ნაკოცრი ეს ბიძინას ტუშები არის აი ეს იმის კიდევ ერთი ნიშანია რომ ბიძინას კოსპლეები უყვარს და პომადების წასმა სახეზე კიდე შუბზე კოცნის აი აქ როგორც არ ვიცი ის კოცნია პატარა ბავშვებს შეყვარებულებს თუ რა სიტყვით სულელებს შუბზე კოცნა ნიშნავს შუბზე სულელებს კოცნიან და თუ გავიხედებით ეს არის აფეთქებული ტუალეტი აფეთქებული ტუალეტი და ასე გამოიყურება ხოლმე ასევე მათი ერთ-ერთი დეითის შემდეგ კახეთიც ესე გამოიყურება ხოლმე დიახ რა თქმა უნდა ეს ყველას გვაქვს ნანახი ბიძინა წასული იყო კახეთში 2 დღით და ჩამოვიდა ასეთი მოუწია ინტერვიუს ჩაწერა და ასეთ მდგომარეობაში მოუწია
კახალ დიპლომატებთან ერთად იყოს ხოდაშორის რომელთა ფოტოებიც ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ როგორც კი შევიტყობთ, მოგეხსენებათ რომ ჩვენ ყავს სპიკერები და ასევე სპაი ხალხი, ანუ იგივე რა ქვია სპაიში მახსენე უკაცრავად გიორგი ჯაშუშები ყველა ქვეყანაში კახეთშიც და ისინი არც ერთ ინფორმაციას არ გამოგვაპარებენ როგორც ეს კახელი ბიძინა არის მინდა ეხლა შევხედოთ ამ ფოტოს და გავანალიზოთ აი ბიძინა რატო გაშავდა ხო და რატო არის სტერეოტიპი რომ კახელები ზოგადად ჩავდებიან ხოლმე პოჩიკას და ბიძინას როგორც თქვით უყვართ აფეთქება ამ კუთხეების და ეგეთი ადგილების და ერთ-ერთი აფეთქების შემდეგ იყო სიცხე კახეთში და ბიძინამ ეს ვერ გაითვალისწინა ჩავიდა კახეთში და ასეთი გაშავებული დაბრუნდა და მე როგორც ვიცი რამოდენიმე დღით უფლებებიც ჰქონდა დაკარგული მას სანამ მისი პონჩიკები ისევ არ შეჭამა და არ დაიბრუნა წმინდა თეთრი ფერი ეს ერთგვარი ჯექსონის სინდრომი არის შეიძლება ასე იყოს თქვენთვის ცნობილი დიახ ასევე თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მოусმინოთ ამას დიახ ნამდვილი სიგიჟე არის თქვენ სწორად გაიგეთ ბოტანიკური ბაღი ვერის ბაღი ვაკის პარკი ყველა ბაღი ვაფშე ყველა ბაღი სკვერი სადაც არის ბუჩქი გვერდზე უნდა იდოს ბიძინას ბიუსტი და არ გეგონოთ აქვე დავძინავ რომ სხვა ქვეყნები როგორიც არის გლდანი ნახალუკა და თემკა არიან გამოტოვებულები მაგრამ ამჯერად ჩვენმა მთავარმა წამყვანმა ახსენა ვერის და ვაკის გაერთიანებული შტატების პარკები და არანაირი რასისტული თუ პრივატიზირებული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული გიორგის მიერ ბოდიშევში გაწყვეტილება ერთ რამეს დავამატებდი ჩვენ თუ გახსოვთ 2025 წელს დაწყებული იყო ვერის პარკის რეაბილიტაცია და მინდა შეგახსენოთ 2015 წელსაც არ იყო დამთავრებული და მას სახელის გადარქმა დაუწყეს რადგანაც ვერ არის თბილისის შუაგული ბიძინას პარკი დაერქვა მას და ვერას ბიძინაურს ეძახიან უკვე ვაკეს რას ეძახდნენ თუ გამახსენებთ ვაკე დიღომმა დაიპყრო ბოლო 2 წელში უფრო დიდი გავლენა აქვს დიღომს ვაკეზე ვიდრე მაქამდე ქონია ბოლო საუკუნეების მანძილზე გაჩნდა ორი პორტალი ვაკეში ერთი აბაშიძეზე და ერთი ვაკის პარკთან 2 მეტრო გაიხსნა სადაც ხშირად შეიმჩნევიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ახლა ვაკის დეპუტატები ცდილობდნენ რომ რამენერად შემუშაონ ისეთი სქემა რაც გამოიწვევს ვიზის ან რაიმე ისეთის გაკეთებას რაც შეზღუდავს კარგ ბიჭებს მონკლეს და ასე შემდეგ დიახ როგორც ვიცით ვაკის ეკონომიკა დაყრდნობილი იყო მონკლე არის სტოუნ აილენდების მარჯიელების გაყიდვაზე casual სტილიც დიახ რა თქმა უნდა casual basic fit-ი default pack-ი მაგრამ სამწუხაროდ ბოლო წლების მანძილზე გლდანის პაძემკებმა დიდი გავლენა მოახდინა ვაკელების გონებაზე და აუთფიტები გახდა პატენტი. უკვე ძალიან იშვიათია იპოვა ორიგინალი კაი ბიჭი, რომელსაც აწვევს Stone Island-ი. ძალიან სამწუხაროა, ძალიან მწყინს ეს ამბავი. მე ეს რომ გავიგეთ 2015 წელს მე ასეთმა ინფორმაციამ ძალიან სულ გუნებას დამაყენა, რადგან ეს არის შემზარავი ინფორმაცია, რადგან ეს სტილი, რომელიც თბილისის დამახასიათებელი იყო და აგვირგვინებდა თბილისს, გაუჩინარდა, ხო? ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მინდა აღნიშნო და რა ვიცი, იმიტომ რომ მიგრაციას იწყებენ, ეს მიგრაცია რას იწევს, რომ ამიხსნათ, იმიტომ ვერ ხვდები. მაგრამ მინდა ჩავერთო თქვენს დიალოგში და აღნიშნო ის ფაქტიც, რომ ეს კარგი ბიჭები მომავალი არის ჩვენი საჯარისო ნაწილების, ანუ თუ თავს დაგვესხა რომელიმე ევროპული ქვეყანა, რომ თავი დავიცვათ. ანუ ჩვენ ხომ ომი არ გვინდა, რაც მთავარია. არ გვინდა რომ შედაბრუნდეს და არ გვინდა ომი. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პირველი დევიზი და
ჩვენ გვეყოლება მუდმივი ჯარი, მონკლეარებით შეიარაღებული და ასევე რითი შეიარაღებული თქვენ ხომ ექსპერტები ბრძანდებით ბატონო კი? დიახ, რა თქმა უნდა ეს ახლახანს დაადგინეს, რომ უახლესი უძლიერესი ლაზერების თავდასაცავად პატენტი რეიბანები არის ყველაზე ძლიერი საშუალება, რითაც შეგიძლია დაიცვათ თქვენი სათუთი თვალები. ვაკელებო, თქვენ გადარჩენილები ხართ. ჩვენ მოდი ახლა ძალიან არ გადავხვიოთ თემას და თბილისელებს რო არ შევეხოთ. ბიძინა აქ ასევე ლაპარაკობს რაღაცა კანონების შემოღებაზე და შეცვლაზე, რომელიც უნდა გაგასოთ მოკლე ბრეიკის შემდეგ, არა? დიახ, ახლა იქნება ბრეიკი. Banaops, ჯუმბერიკო ბანაობს, Ashikashi banaops, banaops, Jumberiko banaops, Awi kapeters. Jumberry, Jose Magari, Tatuna, Arsebos. Banaops, Jumberiko banaops, Tatuitzalshi Banaops, 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 Jumberiko banaops, Tatuitzalshi banaops, banaops, Jumberiko banaops, Tatuitzalshi banaops, banaops, Jumberiko banaops, Tatuitzalshi banaops. Chupa chupa carguia. Chupa 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 carguia. Tony. ჯუჯუ სამი ძვავს. ვარდა ჯუჯუ სამი ძვავს წარსაბონი. ლირიკა. Banaops, Jumberiko banaops, Shigashi banaops, Jumberiko banaops, Tatuitzalshi banaops, Jumberiko banaops, Tatuitzalshi banaops, Jumberiko banaops, Tatuitzalshi banaops. გიბრუნდებით ამ მოკლე ბრეიკის შემდეგ ახლა ჩვენ მოგიყვებით რა კანონები შემოიღო ქართულმა ოცნებამ საქართველოში ბოლო 10 წელში 2025-დან 35 წლებამდე. ეწამი ბოდიში ჯერ სანამ ამას ვიტყვი ყველაზე გრანდიოზული რაც მოხდა ამ ბოლო პერიოდში იყო რომ ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო და ახალი წელი უკვე აღარ არის 1 იანვარს, უკვე გადაინაცვლა ბიზნეს დაბადების დღეზე 18 თებერვალი 1956 წელი. ეს არის ახალი კალენდარი აქედან შეიქმნა და უკვე აქედან აღნიშნავთ ახალ წელს და ყველაფერს. ეს არის უკვე ჩვენი ამომავალი მზე, მთვარე ყველაფერი ამაზე გადავიდა. როგორც ვიცი, ყველა სამთავროდ საქართველოში საათები და დროც კი შეიცვალა, მინდა ვთქვა, დაბადების დრო, რომელიც ჩვენთვის ჯერჯერობით არაა ცნობილი. მაგრამ შეგვიძლია გამოვითვალოთ იმის და მიხედვით თუ ეხა რა დრო არის. აი მაგალითად ეხა ჩვენ როცა ამ ვიდეოს ვწერთ არის ღამე, მაგრამ პირველი საათი არის დილის. ანუ დილის დღე, ანუ მზე უნდა ანათებდეს ეხა. ხო, იმიტომ რომ ბიძინას დედამ გამოჩეკა ბატონი ბიძინა დაახლოებით შუა დღეს და ამიტომ იქიდან იწყება დღის ათვლა და გამოჩეკიდან დაიწყო. ეხლა თქვენთვის 2025 წელს არის 79 წელი გილოცავთ. ჩვენთვის რადგან ეხა 10 წელი წინ ვართ 79 წელია. აპლოდისმენტები რა თქმა უნდა. ანუ ჩვენთვის ეხლა ქართველებისთვის 79 წელია რაც ვარსებობთ 79 წელი ანუ ერთი საუკუნეს არაა ჯერ გასული. დიახ და ასევე ერთ-ერთი უდიდესი კანონი რაც შემოიღო თვითონ ბატონმა ბიძინამ პრესკონფერენცია ჰქონდა დაახლოებით 2028 წელს როგორც ჩვენმა თავებმა გვითხრეს მომავალში და 2000 ამ წელს გამოვიდა ბიძინა და თქვა ბრჭყალებში ასე იკრძალება ხორკლიანი პრეზერვატივები რადგან
ის ძალიან გვტკენს. დაბრჭყალები. ასევე პარლამენტმა გამოაცხადა უზარმაზარი გრანტი, რითაც შეიძინეს 300 ტონა ლუბრიკანტები, თქვენ ცით რა თუ და ვაზელინები მე როგორც იცი. დიახ, რა თქმა უნდა. ყველაფერი რაც ისმევდა კარგად სრიალებს. დიახ. ასევე დაიჭირეს ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ჩვენი შვილი მარიამი. დიახ. ძალიან სასტიკი იყო მისი დაჭერის კადრები, შემდეგ გაიყვანეს თავისუფლების მოედანზე. მღეროდა ყველაფრის და მიუხედავად ის ბრეივ გოგონა არის და არ ვიცი. ლუკა, თუ შეგიძლიათ აგვიმღერე რას ვღეროდა ბოლო წამებში, იმიტომ რომ ამის შემდეგ ვიცით რომ ის იქვე სადაც გახდა ქალბატონი ჩვენი შვილი მარიამი ცნობილი იქვე დაცხრილა ბატონი ბიძინას. მე სხვა შორის არ მახსოვს ტექსტი ზუსტად, აი თუ გახსოვთ რომ მითხრათ და აუცილებლად წავიღე, მაშინვე გამახსოვს. მე როგორც მახსოვს რაღაცა თავისუფლებაზე და ვერდაჭერაზე იყო სიმღერა და ქალების ძალაზე როგორც მახსოვს. ჩვენ ვართ ქალები და ნეგდებით. გორი რაღაც ასეთი ტექსტი იყო. არა, მგონი ეს იყო ჩვენ ვართ საქართველო, ქართული ოცნება. არა, ეს ქართული ოცნების ჩვენი ქვეყნის იმში აგვერია. ბოდიში გიხდით. ხელიც კი დავიდე ახლა ბატონო ბიძინა ეს სიმღერა რომ წამემღერა და აი ხო ხვდებით ყოველთვის ტვინში გვიტრიალებს ბატონო ბიძინა თქვენი ჰიმნი და მინდა ერთი რაღაცა თქვა კიდევ ახსენო რომ ჩვენი პოდკასტი ორივე მხარეს დაგანახებთ, ანუ ტრაქში შეუძრებით და გამოუღებთ კიდეც. ანუ აქ მინდა იმაზე გავამახვილო ყურადღება რომ ჩვენ მარტო ერთ მხარეზე არ ვსაუბრობთ. როგორც დაგანახებთ რომ ბიძინა ცუდი არის, მის სიკაშკაშისაც დაგანახებთ ის რომ ჩვენი მზე არის. დილით რომ აიხედავთ და მზეს კი არა ბიძინას დაინახავთ, როგორ კაშკაშებს მისი შუბლი და თმა. მისი შვილი ბერა. ხო, ბოდიში პატანოლუ. ძალიან გადაუხვევს. პატანოლუ. რაღაცას ვიტყვი, ჯერ მოდი ჩამოვთვლით იმ ყველა ხუთ კანონს, რომელიც ჩვენთვის ჯერ ცნობილია, რომ შეიცვალა 2015 წლის, ანუ 79 წლისთვის უკვე, რომელიც უკვე შეცვლილია მაგას ჩამოვთვლით და მე გავანალიზოთ. ასეთი პრესკონფერენციის შემდეგ შემოიღეს კანონი, რომ ხალხი, რომლებსაც აქვთ უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული და დიპლომები აქვთ, არაერთი, არაორი, არა სამი, პარლამენტში აღარ მიიღებენ, რადგან ისინი ზედმეტად როგორ ვთქვათ, არ შეესაბამებიან კრიტერიუმებს, რაც ჭირდება პარლამენტს. რადგან ისინი უფრო უნდა იყვნენ აი ცხოვრებაზე გადასულები, მათ არ უნდა გააჩნდეთ საკუთარი აზრი, აი ეს ჭირდება საქართველოს. ხიზმულები უნდა იყვნენ. რუსეთში უნდა წავიდნენ იმისათვის, რომ მოეგონ გონს, უნდა დაინახონ რა არის რეალური ცხოვრება და ამისთვის ერთად სიმბირში მიყავთ ხოლმე. მადლობა ლუკა. ასთა რა დიპლომი გაოქმეს. დიპლომი თუ გაქვს სამწუხაროდ ჩემ პარლამენტში ვეღარ შეხვალ და მოგიწევს სიცოცხლის ბოლომდე რამე დაბალი არაზღაურებადი სამუშაოს შეიყო, როგორც არის სამე დამლაგებლად მუშაობა ბოდიში არ ვაკმინებ არავის, მაგრამ დიპლომი უკვე გაუფასურებულია 2025 წელს. ჩვენი ეკონომიკისთვის დამლაგებლობა არის პარლამენტზე მაღლა. ჩვენ პარლამენტარი უფრო მეტი ყავს ვიდრე დამლაგებელი. ანუ და ბოდიში ეწარ ვიტყვი ბოლომდე გტოვთ და თუ ხარ სპორტსმენი შეთვის გზახსნილია პარლამენტისკენ. წარმატებული ხარ არ ხარ წარმატებული ამ სპორტის სახეობაში, შენ შეგიძლია თავი დაიმკვიდრო პარლამენტში, როგორც იყო ჩვენი უდიდესი და გამორჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მისი შვილი მიხეილ ჯუნიორი. შემდგომი უდიდესი პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ კარგი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის და ააშენებს ქვეყანას. მას თავი შეგიძლიათ გაითქვათ სახელი სპორტსმენობით. მიზანშეწონილია და უმჯობესია ეს სპორტსმენი თამაშობდეს რუსეთის მესამე ლიგაში. მოგეხსენებათ რომ არ ვიცი, უბრალოდ დიდი ლიგა არის, მე ფეხბურთში კარგად ვერკვევი და მოგეხსენებათ თამაშობდნენ იქ ფეხბურთელები როგორებიც არიან ლიონელ მესი, კრისტიანო როლანდო და ასეთები. მოდი შევაჯამოთ ახლა თქვენი აზრით ეს ხორკლე პრეზერვატივების აღარ შემოტანა აკრძალა სწორი გადაწყვეტილება იყო
თქვენი აზრით? მე ამ ასეთი არც მინახავს. ალბათ ეს მხოლოდ საქართველოს special edition ობის ინდუსტრიის. დიახ, ანუ მარტო მაღალი ფენის როგორიც არის, მაღალი დაბალი ვისთვის როგორ პარლამენტარები და უსაქმურები ასეთი, ალბათ მარტო მათთვის იყო განკუთვნილი. და რა თქმა უნდა, თუ ეტკინათ სათუთი ისინი, მაშინ უნდა აიკრძალოს, რა თქმა უნდა. მე როგორც გავიგე, როგორც შემომავალთ მოგახსენეს, ასევე ეს მარტო ბიძინას განცხადება არ იყო, რომ მარტო ბიძინას ტკიოდა ტრაკი, არამედ ტკიოდა მე როგორც ვიცი, ლაშა ტალახაძეს, ყაველაშვილის შვილს, კობახიძეს. მაგას დიდი აქვს, თან ძალიან ეტკინა. დიახ და მათი განცხადებით ალექსანდრე ტავტავზე შესრულები ტრაკით ატკიებული შედიოდნენ, უკან არ გამოდიოდნენ ხოლმე და ამიტომაც მათი თხოვნით აღარ შემოდის უკვე მე რამდენი წლიდან, როგორც ვიცით, 75 წლიდან აღარ შემოდის საქართველოში ხორკიანი პრეზერვატივები. როგორც მოგეხსენებათ, ლაშა ტალახაძე არის როგორ ქვია ამ სპორტს ზუსტად წონებს რო ეკაჩებიან ძლეოსანი და ძლეოსნები არიან ნორმალური ძლეოსნები, ეხლა ნამდვილად კარგი სპორტია მოგეხსენებათ და ძალიან წარმატებული არის ლაშა ტალახაძე ამაში და განსაკუთრებით განსხვავებულთა რიგებში დგას ლაშა ტალახაძე. მას აქვს არაერთი რეკორდი დამყარებული და მოგახსენებთ ეხლა რაში მდგომარეობს ეს რეკორდები. მიწებებული დილდო, რომელზეც არის ხორკლიანი პრეზერვატივი წამოცმული და როცა დაიხრება ამ დილდოს მოხმარება და ასე აქვს 323 კილოგრამი აწეული და ჩამოწეული. მართალია ეს ვინა ბოდიში მეგობრებო ლუკამ ცოტა ბევრი ნარკოტიკი მიიღო მომავალში და დაერყა მერე ნარკოტიკი როგორც ჩვენ გავიგეთ არის უკვე ხელმისაწვდომი და ლეგალური საქართველოში რადგან უკვე ჩვენი პარლამენტარები და ყოფილი სპორტსმენები საჭიროებენ ამას, იმიტომ რომ ადრე დოპამინზე არ შეყავდათ და მათთვის უკვე დამოკიდებული იყო ეს ნარკოტიკები. კიდევ კანონი დიპლომი არის, არა პარლამენტი, სპორტსმენი არის პარლამენტარი. ამაზე რას ფიქრობთ, ბატონო გიორგი? ლუკა, თქვენი აზრი არ მაინტერესებს ამჯერად. სანამ დაიწყებოდა ეს დიდი ათწლეული საქართველოს აღზევების 2025-დან 2025-მდე, მაქამდე დიდი ხანი დაახლოებით 15 წელი იყო ქართული ოცნება სათავეში. ამ დროს ყავდა შესანიშნავი მერი კახაბერ კალაძე, ყავდა არაერთი სპორტსმენი პარლამენტში და მაღალჩინოსნები იყვნენ სპორტსმენები. ნუ ეხლა აიქნეს რამე თქო შეიძლება გაგვიჭირდეს თქვა. როგორ არა, რა ქვია, კალაძემ თბილისის მერმა ასეთი საკუთარ კარებში ეს საკუთარ კარებში გატანილი გოლი ნიშნავს რომ საკუთარ გუნდს აჩვენებს რომ გოლის გატანა შეგიძლია და საკუთარი გუნდისთვის იდეაში მოგაქვს ტიტული რა და ცნობილობა ხდება აქ ყველაფრის. ასევე ვის შეუძლია თქვას რომ ჩვენ უდიდეს პოლიტიკოს, უდიდეს საჯდომის მქონე კაცს აქვს მისი საჯდომი გამოჭენებული იტალიის ერთ-ერთ უზარმაზარ ბილბორდზე, ეხლა რა ადრე ქონდა ტრუსიკების რეკლამაში. რა თქმა უნდა. არა მგონია რომ ბევრ ქვეყანას შეეძლოს ამის ტრაბახი. სხვადასხვა ნახე ერთთვის ინტრაპმაროდა და ზუსტად გუჩის ტრუსიკებში. დიახ, ეს უფრო ტანგას რეკლამა იყო და არა ტრუსიკის, მე ცოტა სპორტული ტრუსიკის განხრივი მაქვს. ტრუს რა. და ანუ ჩვენ მაკალაძემ მოინდომა თბილისის განვითარება და მან თქვა რომ გლდანი არ არის თბილისიო, მაგრამ გლდანელებმა დაიწყეს დიდი მოძრაობა, სადაც ისინი ამბობდნენ რომ გლდანიც თბილისია. დიახ, შეიქმნა შემოჭრა სხვადასხვა ქვეყნებში როგორცაა ვაკედავება. დიახ, ეს ვადასტურებ ამას ყველანაირად. შეიქმნა ახალი ალიანსი, კულტი, დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ავტონომიური, ბევრი რამე შეგვიძლია დავარქვათ. მის მონაწილეები არიან ისანი, დიღომი, გლდანი,
ეგეთი უბნები, რომლებ გლდანულად დიდი ღომი, ის ღომი, ეს ღომი, ბევრი ღომი და შეიკრიბნენ და დაარქვეს ამ ავტონომიურ რესპუბლიკას ჩვენც თბილისი ვართ. დიახ. და მე როგორც ცოტა მოშორებით მცხოვრები ადამიანი, რომ ჩავედი ჩემს დედულეთში დიახ, ჩემს ქვეყანას როცა დაუბრუნდი, აღმოაჩინე რომ ნახალოკის საზღვრები გაზრდილი იყო და დაპყრობილი იყო, როგორ ვთქვათ, წერეთლის მიერ, ნახალოკა სანზონა და იქით რაც არის ყველაფერი იყო დაპყრობილი და გაერთიანებული იყო. ამიტომაც კარგი ბიჭობის მაჩვენებლებმა ნელ-ნელა უფრო დაიწია, რადგან აღარ მოსულაო წერეთლებმა თქვეს ეგეთი ამბებიო, რომ წერეთელი როგორც იცით მეტნაკლებად უფრო დაახლოებულია განვითარებულ ვერავაკეს, მე როგორც მაწვდიან ინფორმაციას. დიახ, ვადასტურებ ამას როგორც ვაკის და ვერის ვიზის მქონე და სრული მაცხოვრებელი 100% ვადასტურებ ამას. და მე მინდა თქვა რომ რაც განვითარდა თბილისი და რაც შეიქმნა ეს ავტონომიური ქვეყნები, უფრო რთული გახდა ვიზის, პასპორტის და უფლების აღება, რომ შეეგეძლოს გადაკვეთოს საზღვარი ვერავაკესკენ და რატო ხდება ასეთი რაღაცა ვერავაკეში? ნუ ცდილობენ სისხლის სუფთად შენახვას, ჩემი აზრით ეს არის, რომ არ დაგოიმდეს ვერელი გოგო, არ მოიყვანოს უცხო პლანეტელი, ანუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ქმარი. დიახ. ანუ ჩვენ რომ დავაზუსტოთ, სხვა ქვეყანას არ ვლაპარაკობთ, აი ბანძი ევროპა, ამერიკა, ჩვენ არც რუსეთზე არ ვლაპარაკობთ, დედა რუსეთზე. ჩვენ ვამბობთ აი ვაკევერას გარეთ რაც არის, საბურთალოც მეტნაკლებად, მაგრამ აი რაც არის ამ საზღვრების მიღმა, არის უკვე სხვა ქვეყანა, სხვა კუთხით შეიქმნა და სხვა ავტონომიათ, ამიტომაც ეს უკვე სოფლად ითვლება. და სხვათა შორის მინდა ერთი რაღაცა მეთქვა, რომ ჩვენმა ერთმა ფანმა გითხრა, რომ ჩემი სახელი ახსენეთო ვიდეოშიო, სახელად კოტიკო და კოტიკო მოგიკითხავთ აქედან. მადლობა ლუკა ჩარტის. მადლობა კოტიკო. მადლობა კოტიკო, მადლობა გოლიათიჯი და მადლობა ზუმერს ჩვენი დასპონსორებისთვის. და იმედი მაქვს მომავალში რომ ქართული ოცნება შემოგვეთდება გოლიათისა და ზუმერის რიგებს. დიახ. ახლა დრო არის რომ დავასრულოთ ჩვენი პოდკასტი. ეს იყო შავკანიანების თეთრი ფიქრები. ჩვენ დავბრუნდით. იმედია დიდი ხნით და იმედია ახლო ძალიან ახლო მომავალში არ აღმოჩნდებით ინტერნეტში და ჩვენ ვიდეოს არ ექმნება გლდანის ციხის კადრები ან სხვა ციხის კადრები. და ელოდეთ ჩვენგან დაასაბსკრაიბეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ სარიცხი ლაიკი და ელოდეთ ჩვენგან მადლობა.